თავდასხმას შეუნება, შენ თავდასხმალი ხარ თუ ისა მეკარეო. თავდასხმალი მე რა გინდა უკარებში. ჩემ ფეხბურთელობის დროს სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს პროსინეჩკი. თუ გახსოვთ ხორვატი ფეხბურთელი პროსინეჩკი. და გაგას არის მახსოვდება ეჭვი. ხო, აი ნუ ორივე ბარსელონა რეალი და ნუ დახვეული აქვს ბურთი. სადაურიაურად ხორვატი. აი შუკერის და მაგათი თაობაა. შუკერი მახსოვს. და ეგ იყო მე რომ თურქეთში თამაშობდი, შოთი იყო მთავარი მწვრთნელი იმაში, კაიზერში და შოთი წავიდა და მოვიდა პროსინეჩკი. და პროსინეჩკიმ გვითხრა გასვლაზე უგებთ გალათასარაის. ხო. სტამბოლში. 1-0 ვიგებთ. ავეთ მე-20 წუთზე შევაგდეთ გოლი და 20 წუთიდან 25 წუთი სანამ დამთავრდა პირველი ტაიმი, როგორ ვიჯექით, იცი? აი ავტობუსიო ჩავა, ორი ავტობუსია. და რო შევედით პირველი ტაიმის მერე დაანგრია გასახდელი. აი პირდაპირ აი ამ სიტყვით თქვი ესე გვეუნება რა. და ის ვერ თარგმნის. ვიც არის? ხო, ის თურქი ვერ თარგმნის რა, ხო და გადაუთარგმნეო გინდა თუ არაო. თქვენ ხო არ გარეკეთო, ბიჭო, პირველ ტაიმი არისო, თან ბოლო წუთი კი არ არისო. რა დღეში ხართ? თავდასხმას შეუნება, შენ თავდასხმალი ხარ თუ ისა მეკარეო. თავდასხმალი მე რა გინდა უკარებში. ანუ რას გვეუნებოდა იცი, ბიჭო, ფეხბურთი თამაშეთ. მაგას მირჩევნი ახლა გახვიდეთ მეორე ტაიმში 5-1 წააგოთო. ოღონდ შეუტიეთო რაღაც, აი უკვე რა დავინახე, იცი რომ მენტალიტეტი ხო? მენტალიტეტის და როგორი ტიპია, იცი, ანუ არ უნდა ეგეთი ერთი თამაშის მოგება ძლივს, იმიტომ რომ კაცი წინ იყურება და სიტყვაზე სეზონის მოგება უნდა. და შენ ამ სამ ქულას ეჭიდავები, რომ აუ ამ სამი ქული და მე რა შვები, მე შემდეგ თამაში. ანუ ესე უნდა ითამაშო კიდე? ანუ მაგი დაგვანახა, რომ მე აქ მოსაგებათა ვარ ჩამოსული არა ერთი თამაშის, არა და რაღაცა სეზონიდან გამომდინარე.